ხალხს რომ ცხოვრება წლიდან წლამდე უძვირდებათ, ამას ადასტურებს და მოწმობს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წლიური ინფლაცია 4.3%-ით გაიზარდა. თუმცა ეს ნიშნები ის, რომ ცხოვრება არის განსაკუთრებით გაძვირებული ბოლო პერიოდში, კიდევ უფრო კარგად ჩანს მაშინ თუ დავაკვირდებით რა სახის პროდუქტებზე არის ფასები მომატებული. მაგალითად, ამავე ანგარიშის და სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 10%-ით არის გაზრდილი. ასევე 26%-მდეა გაზრდილი ფასები ხილსა და ბოსტნეულზე. ეს არის ის პროდუქტები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში მოიხმარენ. უფრო კონკრეტულად კი მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარტოფილზე ფასი ბოლო 1 წლის განმავლობაში 55%-ით არის გაზრდილი. ფასები არის გაზრდილი ასევე ნიორზეც, მაგალითად 123%-ით არის გაზრდილი ფასები ლიმონზე და აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა პროდუქტებისა, ასევე ფასებმა განსაკუთრებით მოიმატა მედიკამენტებზეც, ისევ მარტივ მედიკამენტებზე, როგორიც არის მაგალითად ტკივილ გამაყუჩებლებიც. ის ადამიანები კი, ვისაც თვიდან თვემდე თავი ან სოციალურ შემოსავალზე არიან დამოკიდებული, ან პენსიაზე, ან მათი ხელფასი მიზერულ 1000 ლარსაც კი არ აღწევს, მათთვის ცხოვრება არის ძალიან რთული და თვიდან თვემდე თავის გატანა ძალიან უჭირთ და ეს ადამიანები შეიძლება ითქვას, რომ იმ შემთხვევაში ან სრულად ვერ იღებენ რაციონს, რაც სჭირდებათ მათ სრულფასოვანი კვებისთვის, ან კიდე მაგალითად თუ დღეს ხორცი ყიდიან ეს ადამიანები, მომდევნო დღეების განმავლობაში სხვა პროდუქტებზე მაგალითად უარი უნდა თქვან, რადგან მათი შემოსავალი უბრალოდ იმ ფასებს, რაც ახლა ქვეყანაშია, ვერ უთანასწორდება. ესეთი ფასებია, რომ ვერაფერს ვერ ყვებულობ. პენსიონერს თუ შეეკითხებით, ყველა ერთ დღეში ვართ. ხო, აი რა გული მაგალითად. აი ახლაც ექიმთან ვიყავი. ერთი წამალი გამომიწერა 89 ლარი. იქ მიხარ კონსულტაციის ფულის და სამასხარაოდ ცხოვრება გვაქვს აი პენსიონერებს პირადად. გამათხოვებულები ვართ. გამასხარავებთ. ხელფასი არ ვიცი ხოლმე პენსიონერი. პენსია არ არის საკმარისი. მოდია პენსიონერი ვერ იყიდის, ახლა მაგალითად ხორცს ვერ იყიდის, იმიტომ რომ ძალიან ძვირია. 30 ლარიან ხორცს როგორ იყიდის პენსიონერი? იქ კომუნალური უნდა გადაიხადოს. და ვერ იყიდის. ჩემთვის იმუშავებ და სახში ვერაფერს ვერ მიტან, ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია. ანუ ეგეც დღეებიც არის, რა? კი, ბევრი. ყველაფერს ცხლე ეკიდებ. ხო, ანუ წამლებსაც ვერ კიდევ. ვერ ვკითხულ, პენსიონერები ვართ. რა მაქვს პენსია 350 ლარი. მაი არის ერთი კვირის საყოფი, გაჭირებულ ადამიანი. არც ეყოფა კიდე ერთი. ხალხი რა თქოს გამოდის, შრომობს 5 საათიდან გამოსულია, სახში ვერაფერი ვერ მია. ძალიან გაჭირებული. ან ეს ახლა ის 2.5 ლარი, 2.5 და ასე დროს ასე არაზარეთ. ასე თქვას. ახლა ასე. ყოველდღურად იმაჭებს ფასები. ახლა ერთი კვირის წინ ეს შეხედე 1 ლარი, ახლა ის 2.5 ლარი. რატომ არაფერს არ ამბობს? საერთოდ ყველაფერი ჟულია, ყველაფერი. რასაც დაგჭირდება რომ აი გინდა იყიდე ვერ ყიდულო. კინძი რო ღირდეს ლარი, მწვანილების საერთოდ ლარი ზაფხულში როგორია? ძალიან რთულია. ატამი რო ღირდეს 3.5 როგორია? მაგრამ იძულებული ვარ ყიდულობ ბავშვისთვის. მე თუ წელს ხილის გამო ვიცოდე მე მოხდა. საერთოდ ვერ ვიყიდე, ვერ შეუდექი. ეხლა რაღაც ატამი გაიარდა და 1 კილო რაღაცა არ არის. თავარი ხილი ადამიანისთვის. ხილი და ნებისმიერ უნდა ბოსტნეული არის. ძალიან კატასტროფულად. ყველაფერმა მოიმატა აბსოლუტურად. ხორციდან დაწყილი ყველაფერი და თქვენ ახლა უსმენთ პირდაპირ ეთერში იმ ადამიანებს, იმ მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ამ გაძვირებული პირობებში ცხოვრება არის კატასტროფულად გართულებული, თუმცა ეს იმის ფონზე ხდება, როდესაც ჩვენ ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან არაერთხელ მოგვისმენია, რომ ისინი თავს იწონებენ ეკონომიკური ზრდით ქვეყანაში, რომ თითქოს ქვეყანაში პრობლემა არ არის და ეკონომიკა ყოველდღიურად იზრდება. როგორც ეკონომისტები ამბობენ, ეს მდგომარეობა, ინფლაცია და გაძვირებული ფასები არის ეკონომიკაში შენელებული პროცესისგან გამოწვეული და ისინი ეკონომიკაში მდგომარეობის გაუმჯობესებაში ხედავენ გამოსავალს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლებელია, რომ ადამიანები უბრალოდ შიმშილისთვის გაწირონ, რადგან გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში თითქმის მოსახლეობის მეხუთედი არის სოციალურ შემოწირულობაზე, ეს არის სავსებით შესაძლებელი, რომ თვის ბოლოს შესაძლოა ამ ადამიანებს უბრალოდ შემოსავალიც კი არ დარჩეს იმისთვის, რომ ყოველდღიურად საჭირო პროდუქტები ვერ შეიძინონ.
სურსათზე და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების მატება, ასე ვთქვათ, 10%-ით ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტად რასაც მოიხმარს ჩვენი მოსახლეობა, იმაზე იზრდება ფასები საკმაოდ მნიშვნელოვნად. აქედან გამომდინარე არის სწორედაც მტკივნეული. ამას აქვს რამდენიმე მიზეზი, მათ შორის ერთ-ერთი შესაძლებელია ფუნდამენტურ მიზეზებს შორის შესაძლებელია დასახელდეს ფულის მასის ზრდა. ჩვენ თუ ეხლა M2 აგრეგატს შევხედავთ, დავინახავთ, რომ მაგალითად ერთ თვეში მისი მოცულობა 900 მილიონით არის გაზრდილი, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს რა თქმა უნდა ინფლაციას ახალისებს და იმ ქვეჯგუფებში რომელზეც დასაწყისში ვისაუბრეთ, არსებული მდგომარეობა ნაწილობრივ რა თქმა უნდა აქედანაც არის განპირობებული. კარგად გადმოსცემს ინფლაციის კომპოზიცია ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას. მოთხოვნა შენარჩუნებული არის იმაზე, რაც არის აბსოლუტურად აუცილებელი, ეს არის სურსათი, საკვები და ჯანმრთელობა და იქ იზრდება ფასები. როდის ხდება ეს? ეს ხდება მაშინ, როდესაც ეკონომიკაში გვაქვს შენელების პროცესი და ყველა სხვა პროდუქტზე, რომელიც შეიძლება ასევე სასურველი იყოს, მაგრამ არა აუცილებელი, მოთხოვნის შენელებიდან გამომდინარე ფასები ვეღარ ის. ამას უშველის ის რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს რეალურად, ჩვენ ვიცით რომ საქართველოს მოსახლეობა ჯერ კიდევ ან მისი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ძალიან ღარიბია და სურსათზე 10%-იანი ინფლაცია ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი ოჯახი შეიძლება უბრალოდ საკვების გარეშე დარჩეს თვის ბოლოს თუ არ ეყო შემოსავალ. ყოველწლიურად ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში უარესდება და ეს ეკონომიკური კრიზისი ადამიანებს განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწევს, თუმცა ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება მაინც ჯიუტად ამტკიცებს იმას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ვითარდება და უმჯობესდება.